All my life I thinking to be artist. But artists need a freedom. დავით დათუნა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანია, რომელმაც პირველად მოახდინა ხელოვნების და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი. ამერიკის პორტრეტი სმითსონიანში, მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმში და კვლევით კომპლექსში გამოფინეს. დებიუტი მაიამიში შარშანწინ შედგა. 5 დღის განმავლობაში 2000-ზე მეტი ადამიანი რიგში იდგა იმისთვის, რომ 12 ფუტის სიმაღლის ამერიკის დროშისთვის Google Glass-ით შეეხედა. Google Glass-ით მაყურებელი, რომელიც ამ დროშის წინაშე დგას, ახალ განზომილებაში ხვდება. მეტიც ხდება ნამუშევრის ნაწილი. დროშა აუდიტორიას ეკონტაქტება, სათვალის ეკრანზე სვამს კითხვებს და მაყურებელს დიალოგში იწვევს. სანამ არტს ბიზნესად აქცევდა, დავით დათუნა სათვალეებს ყიდდა და აკვირდებოდა თავის კლიენტებს, რომლებსაც სხვადასხვა ფორმის თუ ზომის სათვალეს ურჩევდა. ახალი ლინზა თითქოს განწყობას ცვლიდა. დავით დათუნას უნიკალური ხელწერა დღეს სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის ოპტიკური ლინზების გამოყენებას ეფუძნება. დავით დათუნა ამერიკაში და მთელ მსოფლიოში პირველ რიგში თავისი სერიული ნამუშევრებით, მილიონების თვალთახედვა Viewpoints of Millions არის ცნობილი. ოპტიკური ლინზებით აწყობილი მასშტაბური პორტრეტები აერთიანებს მრავალფეროვანი და თანამედროვე საზოგადოების პოზიტიურ და ნეგატიურ განწყობებს და შეხედულებებს და ამით ხაზს უსვამს თანამედროვე მსოფლიოს კონტრასტულ, მაგრამ მაინც მთლიანობას. სტივ ჯობსის პორტრეტი აინ რანდის მინი პორტრეტებით, რომელიც $210,000 გაიყიდა. სუპერმოდელ ნატალია ვოდიანოვას პორტრეტი, რომელიც $790,000 გაიყიდა. Andy Warhol-ის მოტივებზე შექმნილი მერლინ მონროს პორტრეტი. ტრამპის არჩევამდე შექმნილი ამერიკის დროშა წარწერით Save Our Souls, ანუ SOS. ვლადიმირ პუტინის პორტრეტი მონალიზას პატარა მინიატურებით, რომლებიც ანონიმმა რუსმა ბიზნესმენმა $269,000 იყიდა. დავით დათუნა კი დღემდე რუსეთში პერსონა ნონ გრატად აქცია. და საქართველოს დროშა, რომელიც დღეს წესით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ინახება. When people like you come back, they bring great emotions and they bring great impulse for further development. Business Insider-მა დავით დათუნა ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად და ძვირადღირებულ არტისტად დაასახელა. ამერიკაში დავით დათუნამ კიდევ ერთი პერფორმანსი გამართა ამჯერად საქართველოს საელჩოსთან ერთად. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა სიცოცხლის ჯილდო გადასცა კომპანია გილეადს, რომელიც საქართველოს უსასყიდლოდ აწვდის C ჰეპატიტის განსაკურნავად საჭირო მედიკამენტებს. გამოდის რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად ჩაწერილი ამ ინტერვიუთი ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის მოვლენების ეპიცენტრშიც ვართ. მე თქვენ გიტოვებთ დავით დათუნას და დღეს საღამომდე გემშვიდობებით. დროებით. ნამდვილი ხელოვანი ინსპირაციას ყველაფერში ეძებს და პოულობს. მე კონცეპტუალური ხელოვანი ვარ, სოციალური კონცეპტუალური არტი. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ. აქ იდეაა ყველაზე მნიშვნელოვანი. და ამ იდეას უკავშირებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. Google Glass-ის ექსპერიმენტს გულისხმობთ? დიახ. ეს ექსპერიმენტი იყო. მე მინდოდა მეჩვენებინა, როგორ შეიძლება გავმიქსოთ არტი და ახალი თაობის ტექნოლოგიები. ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა, ხალხს მოეწონა. დღეს მე სხვადასხვა მიქსს ვაკეთებ: არტი და პოლიტიკა, არტი და მედიცინა. ასეთი შერევით ბოლოს რაღაც საინტერესო გამოდის. როდესაც ამ მიქსზე მუშაობთ, რა არის მთავარი გზავნილი, რომელიც გინდათ რომ აუდიტორიამდე მივიდეს? გზავნილის აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ხვდები, რომ გზავნილი გაიგო აუდიტორიამ? ორი ხერხი მაქვს. პირველი მთავარია მე მესმოდეს ჩემივე გზავნილის შინაარსი და მეორე, ჩემი შვილი თუ იგებს გზავნილს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფართო აუდიტორიაც მზად არის მის გასაგებად. აინ რანდი და სტივ ჯობსი, მონალიზა და პუტინი. რა იყო თქვენი გზავნილი ამ შემთხვევაში? პუტინის დიდი პორტრეტი შევქმენი მონალიზას პატარა მინიატურებით. ამით მე დავსვი კითხვა, ვინ არის პუტინი? მონალიზას შემთხვევაში არ ვიცით ვინ არის, კაცია, ქალია, იღიმის, ტირის. ეს პროექტი 2011 წელს მქონდა. მაშინ მსოფლიოს ვუთხარი გაფრთხილდნენ, რადგან პუტინის ამოცნობა ძნელია. 2013 წელს კიდევ ერთი ინსტალაცია მქონდა. პუტინი და ნიკოლას მეორე, ცივილიზაციების შეჯახება. ეს უკვე გზავნილი კი არა, ჩემი განაცხადი იყო. მაშინაც და ახლაც ასე ვფიქრობ, პუტინი ფაშისტია.
დღეს ამერიკაში ვცხოვრობ. ამ ქვეყნის პრეზიდენტი ტრამპია, რომელიც ამბობს, რომ პუტინთან პრობლემა არ აქვს და ეს ჩემთვის დიდი პრობლემაა. Yes, and also your რუსეთში დღეს პერსონა ნონ გრატა ხართ. დიახ, და ძალიანაც მიხარია. what about Georgian flag? საქართველოს დროშაც გაქვთ შექმნილი. Flag as well. Georgian flag was საქართველოს დროშა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქამდე ბევრი დროშა მქონდა შექმნილი, სინგაპურის, იტალიის. ყველა ქვეყანა ძალიან მიყვარს, მაგრამ საქართველოს დროშა სხვა პასუხისმგებლობას მაგისრებდა, ასე მეგონა. რამდენჯერმე დავიწყე და გავჭერდი. ბოლოს ჩემს თავს უთხარი, რომ უნდა დამესრულებინა, ჩემს მეგობრებსა და დედას ვაჩვენე. როცა დედამ ტირილი დაიწყო, მივხვდი, რომ დროშა მზად იყო გამოსაფენად. დღეს თუ არ ვწდები, საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში ინახება. but more flag what I have it from United States because I would Would that be that მოდით ბიზნესის ნაწილზეც ვისაუბროთ, მოკლედ როგორ ფიქრობთ, მიაღწევდით ასეთ წარმატებას ამერიკაში რომ არ მოხვედრილიყავით? in US? I'm not businessman, I'm artist. მე ბიზნესმენი არ ვარ, მე ხელოვანი ვარ, იმიტომ ვარ წარმატებული, რომ ძალიან კარგი მენეჯერები მყავს. თუმცა მართალია, ბიზნესის მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. სხვანაირად გალერეაში ვერ მოხვდები, ძალიან ძვირია. I only can say Yes, so what do you think of America? ტრამპის now? ამერიკაზე რას ფიქრობთ? America, so to say, and I did my რასაც ვფიქრობ, ისევ ხელოვნებით გამოვხატავ. ამერიკის დროშაზე სოს გამოვსახე. შემიძლია გაჩვენოთ, როგორი ინსტალაცია გამოვიდა. სოს. yeah. This is დიახ, ეს იყო ჩემი გზავნილი, ღმერთო იხსენი ჩვენი სულები. but do you think ტრამპის პორტრეტზე იმუშავებთ? of making his portrait maybe? how I know his personality. იმისთვის რომ ვიმუშავო, ადამიანი უნდა მაინტერესებდეს, უნდა შთამაგონებდეს. დღეს ტრამპი არც ერთია, არც მეორე. მხოლოდ ფული არ არის მთავარი. დღეს ტრამპი ჩემთვის უინტერესო პერსონაჟია. Do you have any project ideas საქართველოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ იდეები? that might be related to Georgia? Yeah, this is the second project. ერთ კვირაში 7 დეკემბერს ამერიკაში საქართველოს საელჩოში მეორე დიდი პროექტი მექნება, საქართველოს გული. მე თვითონ კიბოს გადავურჩი, ამიტომ ზუსტად ვიცი რას ნიშნავს, როცა შენზე ზრუნავენ, როცა ეს ძალიან გჭირდება და როდესაც გავიგე, რომ კომპანია გილიადი საქართველოს C-ჰეპატიტის დამარცხებაში ეხმარება, გადავწყვიტე ჩემი პროექტით მეთქვა მადლობა კომპანიისთვის, რომელსაც საქართველოს დახმარება 15 მილიარდი დოლარი უჯდება. აი ასეთი შემთხვევებიდან ვიღებთ ხელოვანები ინსპირაციას. This is what Thank you for our thank you as well. მადლობა ინტერვიუსთვის, იმეც ვიტოვებ სტუდიაშიც მოხვალთ ჩვენთან სტუმრად, როცა თბილისში იქნებით. აუცილებლად მოვალ და უყურეთ ანალიტიკას პარასკევს. მადლობა.